ელგუჯა, მადლობა რომ მოხვედი და მე ამ ფორმატში პირველად საუბრობ მედიასთან და საზოგადოებასთან, ამდენადაც მე ვიცი თუ მეშლება გამოსწორე. რეზი კიკნაძის საქმე ბევრი გარემოებით მოექცა ჩვენი მედიის ყურადღების ცენტრში, მაგრამ საზოგადოებისთვის რა არის ის მნიშვნელოვანი დეტალები და გარემოებები, რაც აუცილებელია რომ ვუთხრათ, რა გამოარჩევს რეზი კიკნაძის საქმის სხვებისაგან. იმიტომ რომ ვიცით რომ ბევრია დაკავებული მიმდინარე აქციების მსვლელობის დროს, რა თქმა უნდა ნაწილი არის ადმინისტრაციული წესით, ნაწილი არის სისხლის სამართლებრივი წესით, თუმცა რეზის საქმე მაინც გამორჩეულია და რატომ? აი დეტალურად რო გავიაროთ ეს საკითხი და კომპონენტებად ჩამოვშალოთ, იმიტომ რომ საინტერესო არის რატო შეარჩიეს ხო ეს ადამიანი ძალიან ბევრი ადამიანი დადის აქციას. პირველი მნიშვნელოვანი გარემოება არის ამის ის რომ რეზის ფინანსურად, სოციალურად არც თუ ისე ძლიერი ოჯახიდან არის. შესაბამისად ამ ადამიანს არ შეეძლებოდა თავის ეფექტურად დაცვა. ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის ის რომ რაც ამ ლოგიკის მასში არის რომ რეზი სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 50%-იანი დაფინანსება ჰქონდა როგორც ვიცი. და სწავლა მიატოვა იმის გამო რომ ოჯახის ვალები გადაეხადა სახლთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ხაზი არ არის ვალების ხაზი. ეს არის ის ხაზი, რომ დღეს მოქმედი ახალგაზრდა ჟურნალისტები ვინც არიან, მათი დიდი ნაწილის კურსელი იყო და იცნობს. ჟურნალისტს ხელს ვერ მოკიდებ, მაგრამ შეგიძლია მის მეგობარს, მის ნაცნობს, მის კურსელს მოკიდო ხელი და დაიწყო შიშის დათესვა, რომ ჩვენ აგერ ამებს ბედავთ. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომ თუ დავაკვირდებით აქამდე დაჭერები ადამიანის ხდებოდა ძირითადად ლოკალიზებულად თბილისში. ეხლა უკვე რეგიონებს შეეხნენ, დაიწყეს რეგიონების ათვისება, რომ იცი რა, აგერ მოდი თხილად იყავი, თორე აგერ რუსთავში უკვე ჩვენ კაცი ყავს დაჭერილი, მოვედით რუსთავამდე, დღეს თუ რუსთავში დავიჭერეთ, ხვალ გორში ჩამოვვალთ. შესაბამისად, აქ ეს სამი კომპონენტი გამოიკვეთა, რომელიც ლოკაციის ამბავში, მოქმედების ამბავში, რომ ადამიანი ყოფილი სწავლობდა ჟურნალისტიკას და ვერ დაამთავრა და ასევე სოციალური ხაზი. შესაბამისად, მშვენიერი მსხვერპლი იყო პასარჩევა. კი, ამ ლოგიკას ეს სისტემა სხვა მსხვერპლების შერჩევის დროსაც შეიძლება ითქვას, რომ მიყვება, იგივე გვაქვს აბა მეფარიშვილის შემთხვევაშიც, როდესაც რამდენიმე გარემოება სწორედ მის საქმეშიც ემთხვევა, გულისხმობ ადამიანს, რომელიც 400 ლარიანი ჯებირების საქმის ცნობილ საქმეში არის მონაწილე, ისიც ვანიდან არის, ისიც ეკონომიკური პრობლემების გამო ოჯახის არჩენად ჩამოვიდა თბილისში და სწორედ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს დააკავეს. რომ დაუბრუნდეთ რეზის საქმეს. რეზის დაკავების მომენტში თქვენ საუბრობდით მათ შორის არაერთ ძალიან მნიშვნელოვან გადაცდომაზე და მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთ მეთოდზე, ლისზე აყვანაზე, რაც პრინციპში პირველია დაკავებების ამ სერიაში ამ ფორმის ტაქტიკის გამოყენების. ლისზე როდესაც აიყვანეს, მოხდა ესეთი რაღაც. ძალიან ბევრი პოლიციელის თანდასწრებით ხდებოდა მასზე ზეწოლა. პირდაპირ ვიძახი, რომ ფიზიკურად ამ ადამიანს არ გასწორებინან, მაგრამ იყო შემდეგი სახის მუქარები. ეხლა ამოვიყვანთ ტრაქტორს და აქვე დაგმარხავთ. თქვი ყველაფერი დაასახელე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლების სახელდაგვარებიც ასევე გაჟღერებულია და არ განმეორდები. ასევე იყო ძალიან ცუდი მოწოდებები ამ სიტყვას უბრალოდ არ ვიტყვი, თუ როგორ მოიქცეოდნენ და გაახსენებდნენ იმ დროს ადრე როგორ ექცეოდნენ ხალხს და ეს ერთ-ერთ ინტერვიუშიც თქვი. ასევე ლისის ეპიზოდზე ამ ზეწოლას რო თავი დავანებოთ, როდესაც პოლიციის განყოფილებაში იყო, როგორც მე რეზისგან ვიცი ფაქტად და ამის საწინააღმდეგოც, რომ ყოფილიყო აუცილებლად გამოგვიქვეყნებდნენ ამ ყველაფერს, იმიტომ ყველაფერი დაკამერებულია, 6 საათის განმავლობაში ადამიანს ედო უწყვეტად ხელბორკილი, მაგრამ დაუშვათ ამასაც აიტან ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ არაადამიანური მოპყრობაა, მთელი იმ დროის განმავლობაში ემუქრებოდნენ, მუქარა იყო პირდაპირი სახის, სიცოცხლის მიმართებით, ასევე ოჯახის წევრების მიმართებით, მაგრამ ამას გარდა ადამიანს საპირფარეშო სარგებლობის უფლებას არ აძლევდნენ. და ეს ზუსტად არაადამიანური მოპყრობა არის, მეტი რა არის. აქედან გამომდინარე, ყველა ეს გარემოება გვაძლევს იმ ფაქტორს, რომ მის მიმართ თუ ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ წამებაზე, მინიმუმ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი გვაქვს. აქვე წამება ახსენით და უბრალოდ აუდიტორიისთვის მინდა ვთქვა, რომ სახალხო დამცველმა
დაკავების ამ აქტიური სერიების პროცესში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაკავებულების მიმართ სამართალდამცავის სისტემის მიერ ჩადენილი ქმედებები ერთგვარად შეაფასა სწორედ წამებად და სახალხო დამცველმაც გამოიყენა ეს სიტყვა. რომ დავუბრუნდეთ რეზის საქმეს, აქვე საინტერესოა სახალხო დამცველი თუ იყო მასთან შესული და თუ ესაუბრა? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო წინასწარი მოთავსების იზოლატორში შესული. რეზიმ დაუფიქსირა, რომ მის მიმართ იყო კონკრეტული ეს არაადამიანი მოპყრობა და როგორც რეზისგან ვიცი, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ახლა ამას ვერ დააფიქსირებდა და შემდგომ მიემართათ პირადად სახალხო დამცველისთვის. და შესულაც ასევე და ჩემი სიტყვების ისწორეც დასტურდება იმით, რომ როდესაც იზოლატორში შედიხარ, შესვლა ფიქსირდება. თუმცა იქ არა უხსნია ახლა რატომ არა და რატომ შემდეგ. უთხრა ადამიანმა კონკრეტულად რა განახორციელეს და უთხრეს, რომ ახლა არა მოგმართეთ და შემდგომ დავაფიქსირებთ. კარგი, ჩვენ აუდიტორიისთვის ვიტყვი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატს აუცილებლად დაუკავშირდებით და შესაბამისად მათ მხარესაც ინფორმაციას აუცილებლად მოგაწოდით. რეზის საქმეს რომ დაუბრუნდეთ, რეზი შიმშილობდა და რეზის შიმშილობასთან ერთად, როგორც დედამისისგან ვიცით, ჩვენ დედასაც ვესაუბრეთ, მასთან ერთად შიმშილობდა დედაც. და სწორედ დედის თხოვნის საფუძველზე შეწყვეტა მან შიმშილობა. ვიცით, რომ შიმშილობასთან დაკავშირებითაც არის არაერთი გადაცდომა, რომელიც სამართალდამცავმა სისტემებმა საკუთრივ შიმშილობის საწყისი დროის აღნუსხვისასაც დაუშვეს გადაცდომები და ამ კითხვაზე პასუხისას გთხოვთ ასევე თქვენ საქმეზე მუშაობის პროცესში სამართალდამცავის სისტემის მხრიდან სხვა გადაცდომები თუ გაქვთ დანახული და აღნუსხული. კარგით. ესეთი გარემოება შიმშილობას რომ დაუბრუნდეთ. რეზით 80 საათი დაზუსტებულად შიმშილობდა დოკუმენტურად რომ ვიმშილოთ. და ამის შემდგომ მე დედის წერილი შეუტანე, სადაც თხოვდა რომ შეეწყვიტა ეს შიმშილობა, რადგან თავადაც შიმშილობდა და ასე შემდეგ და რეზემ შეწყვიტა შიმშილობა. რაც შეეხება გადაცდომებს. პირველი გადაცდომა დაიწყო იქიდან, რომ შიმშილობის ნაწილში არ მოხდა დაფიქსირება ზუსტი დროის, როდის დაიწყო შიმშილობა. ეს მოხდა დროებითი მოთავსების იზოლატორში და ჩემს სხვა მოშიმშილე დაცვის ქვეშ ყოფებთან ვინც ყოლია, იგივე პრეცედენტები ხდება, აცხადებს შიმშილობას, ექიმი მოდის და ამას აფიქსირებს დაახლოებით 2 საათის შემდგომ და როდესაც ადამიანი შიმშილობა ეს 2 საათი შენ პროცედურულად რიგი მოქმედებები გასინჯვა გეკუთვნის, ექიმის ყურადღება გეკუთვნის, მინიმუმ ეს ყველაფერს გარეშე რჩები. შესაბამისად ასევე მნიშვნელოვანია, რომ 10 ვლას სწორად დაიწყოს, იმიტომ რომ არ არის შიმშილობა ადვილი პროცესი და სამართლებრივად იურისტებისთვის ეს მნიშვნელოვანია, ყველასთვის ასევე მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი დაფიქსირდეს სწორად. მოშიმშილისთვის ხო ეხა რომელ საათს ჩაუწერენ ის ამაზე არ ფიქრობს, მაგრამ სამართლებრივი მხარე უნდა იყოს გამართული. ასევე დარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრეთ და ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა იყო, რაც ეხება მტკიცებულებების გაცვლის ნაწილს, რაც დარეგულირებულია საპროცესო კანონმდებლობის 93 მუხლით მათ შორის. როდესაც მტკიცებულებების გაცვლა ხდებოდა, პროცედურები თავი რო არ მოგაწყინოთ და მოკლედ გითხრათ, მოხდა ესეთი რაღაცა. უნდა გაიცვალა დაცვის ხარისთვის, მაგრამ გამოძიებამ გადაწყვიტა თითქოს და გვაჯობებდა ჭკუაში და გადაწყვიტა შესულიყო იზოლატორში და გაიცვალა ბრალდებულისთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ბრალდებულიც და ადვოკატიც არის მხარე. მაგრამ ჩვენ მივხვდით, რომ ამას აპირებდნენ და გამომძიებას დავხვდით იზოლატორში, ანუ იქ ვიმყოფებოდი და ზუსტად ეს ეშმაკობა რო იყო მოფიქრებული, აქედან გამომდინარე დაცვის ქვეშ ყოფდა ბრალდებულთან, მოშიმშილესთან. მიტანილი ჰქონდათ გატეხილი დისკი, რომელზეც იყო ინფორმაცია ვითომ და ჩაწერილი. ჯერ პირველი, იზოლატორში შეუძლებელი არის შეამოწმო რა ინფორმაცია წერია დისკზე, ხო, როდესაც ბრალდებული ხარ. ვინ გაგიყვანს გარეთ და მოდი ჩადე დისკი და შემწყვეტ. მეორე, შენ შეიძლება ეს დისკი მისცე ადვოკატს გადასცე და მან შეამოწმოს ან რაღაცა მერე შემდგომ ხელს რომ მოაწერდა.
გატეხილ მდგომარეობაში ასევე იმიტომ იყო, რომ შემდგომ მეთქვათ, რომ აი მან გატეხა, მან დააზიანა, თორე ხო შეეძლოთ მაშინ ინფორმაცია საერთოდ არ ჩაეწერათ რა. ეს დაზღვევა იყო გაკეთებული და ასევე აღსანიშნავი გარემოება არის, რომ მე როდესაც იქ დავხდი იზოლატორში, სურპრიზად ასე ვთქვათ, ოქში შევიტანე, შენიშნა, რომ გადმომეცა დაზიანებული დისკი. ამის შემდეგ იზოლატორში არის კამერა. გამომძიებელი დგება ფეხზე, ნახულობს, რომ ეს შენიშვნა არის შეტანილი და გადის. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ჩანაწერში. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართავ თქვენი ეთერის მეშვეობით, რომ განცხადება მაქვს თქვენთან შემოტანილი, გირეკავთ. ეს კამერები გაქრება. ციხეს დარეზერვებული აქვს ჩემი განცხადების საფუძველზე, მაგრამ თქვენ უნდა ამოიღოთ, დანაშაული არის. ადვოკატის ფარგლებში ყველაფერი არის გაკეთებული, მაგრამ ცალკე დანაშაული არის ჩადენილი და აქედან გამომდინარე ამოსაღები არის ეს მტკიცებულება და აი ეს ყველაფერი ჩანს კამერაზე, რომ გამომძიებელი იქ ხელს არაფერზე ზედმეტად შენიშვნა აღარ შეაქვს, მოწერილი აქვს ხელი და გადის. და მნიშვნელოვანი გარემოება აქ არის ის, რომ შემდგომ გამომძიებელი, როდესაც მიდის ოქში ჩანაწერს ამატებს. იქ არაფერი არ დაუწერია და შესაბამისად ეს ყველაფერი მოქალაქეს რო ჩაედინა, ხო? შეიძლება ყოფილიყო დოკუმენტის გაყალბება, მაგრამ როდესაც გამომძიებელი მტკიცებულებას ამ მიმართებით აკეთებს, ხო? სისხლის სამართლის საქმეში აკეთებს ფალსიფიკაციას, მტკიცებულების ფალსიფიკაციას. აუდიტორიისთვის რომ ვთქვათ, რომ განმარტოთ უბრალოდ მარტივი ენით რომ უთხრათ, რომ თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე პროკურატურა ცდილობდა, რომ რაც შეიძლება დაგვიანებით გადმოგცემოდათ თქვენ საქმის მასალები, იმისთვის, რომ სრულფასოვანი დაცვა ვერ განგეხორციელებინათ. ამას ცდილობდა, მაგრამ ნახეთ, ერთი არის სამართლებრივი მხარე, მეორე არის მოხერხებულობის მხარე. სამართლებრივად მე ეს დოკუმენტები უნდა გადმომეცეს. თუ არ გადმომეცემა, ეს არის პრობლემა. მაგრამ არასამართლებრივი მხარეზე რო ვისაუბროთ, მე მაგალითად სხვა კოლეგებისგან, რომლებიც არ არიან ვალდებულები, თუ ამ მასალებს მათ თანხმობით გავეცნობი, ხელს ვერ შემიშლენ და პროცესზეც ვთქვი, რომ 2000 გვერდი მოიტანეთ, თქო, 1 საათი მომეცით. პროცედურულად დარღვეულია, მაგრამ ამას მე ჩემი დაცვის ყოფის ინტერესებზე არ მოვახდენებდი ზეგავლენას და ჩემი ხერხებით და კონტაქტებით მაინც შევძელით თქვა მასალების გაცნობა, იმიტომ რომ კოლეგა ადვოკატებს შეუძლიათ მასალები მოგცენ თანხმობის შემთხვევაში. ანუ 2000 გვერდი უნდა დაგემუშავებინათ 1 საათში. დიახ. ესე იგი, გამომძიებელი მოსული იყო 2 საათსა და 50 წუთზე, უფრო ზუსტები რო ვიყოთ, 4-ზე იყო პროცესი და შესაბამისად საათ წუთში უნდა დაგვემუშავებინა. ერთი ეპიზოდი მინდა აუცილებლად ყურადღება გავამახვილოთ, როდესაც რეზი ლისზე აიყვანეს, თქვენ ყვებოდით, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა ფსიქოლოგიური და დაშინება, ხო? და ამ შემთხვევაში თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, რომ აი ეს ადამიანები, ვინც მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, ნიღბების გარეშე იყვნენ. ანუ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ რეზის შეუძლია მათი იდენტიფიცირება. ძალიან კარგ რაღაცას გეტყვით, რაც პროცესზეც მოხდა. აქეთან მხარეს იჯდნენ ისხდნენ მოქალაქეები, იქეთან მხარეს იჯდა მთელი ცენტრალური კრიმინალური პოლიცია. და რეზიმ პირდაპირ 3 ადამიანის სახელი და გვარი დაასახელა. მოსამართლე მეეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნა. სად არის სპეციალური საგამოძიებო სამსახური? ჩემი მეგობრებიც მუშაობენ იქ და ვიცი რომ თქვენ აქ მუშაობას რო იწყებდით, სხვა мотиваციებით მიდიოდით, მაგრამ თქვენ უფროს არ უნდა რომ ეს გამოძიებები დაიწყოს და მივმართავ რომ დაიწყოს მოსამართლეს სხდომის ოქმად გაუჟღერა სახელი და გვარი 3 ადამიანის და მე რატო ვთქვი რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იჯდნენ? მე თვითონ მე სასწრაფო რომ მოვიდა პროცესზე რეზის შემშლობის გამო რომ სულად გახდა მესმოდა საუბარი რომ ეს ადამიანი შეიძლება იქაც იყო მე ჩემით იდენტიფიკაცია რომ ნუგეშინი არაფერი მოხდება მე რა რომ დაასახელა სახელი და გვარი გესმით მე არ გამოვრიცხავ თვითონ დარბაზში იჯდა ეს ადამიანი ან გარეთ იყო იმიტომ რომ თვითონ მე თვითონ შევესწარი ამ საუბარს, როცა ამშვიდებდნენ, რომ ეგ არაფერს არ ნიშნავს. ანუ აუდიტორიას პერიოდულად მინდა რომ შევუჯამოთ ხოლმე რაზეც საუბრობთ, იმიტომ რომ ძალიან მოცულობითია ის შინაარსი, რასაც თქვენ ახლა გვაწვდით და მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს ეპიზოდი თქვენი კომენტარით. მოკლედ რომ ვთქვათ, ბატონ რეზის შეუძლია პირდაპირ ამოიცნოს ადამიანები, რომლებიც მასზე არაადამიანურად მოპყრობას ახორციელებდნენ. ეს ამოცნობა ცოტა რთული პროცედურად დავარქვათ. და გამოძიება შეიძლება ამდენი დრო არ აქვს და ვერ იცვლის და მეორე სახელს და გვარებს იძახის ადამიანი. ეს ადამიანები იყვნენ. ანუ იდენტიფიკაცია შეუძლია მოხდინოს სახელი და გვარით.
საიდან იცოდა რეზი მათი სახელი? ერთმანეთს მიმართავდნენ გვარებით. მოგეხსენებათ პოლიციელებმა, სამხედროებმა, იციან ერთმანეთზე გვარებით მიმართვა დავალების გაცემის დროს, რომ ესა და ეს გვარი წახვალ იქ, მაგალითად. და აქედან გამომდინარე, რეზი არის ძალიან ნაკითხი ბიჭი, განათლებული. ერთადერთი, რასაც ესე განგზობადად ითხოვდა ხოლმე, იყო რომ წიგნები შემომიგზავნეთ და შესაბამისად მისი ტვინი, მისი მეხსიერება ძალიან განვითარებულია მიუხედავად იმისა, რომ ესეც სტრესულ გარემოში იყო და შესაბამისად ეს სამი აქვს დამახსოვრებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრად მეტი იყო. ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად უნდა ვიკითხოთ საკუთრივ ბრალდებასთან დაკავშირებით. მას ედავებიან ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს და მათ შორის არის ქვის როლის ეპიზოდიც. პირველ რიგში გვაინტერესებს რა აღიარებს თუ არა რომელიმე ეპიზოდს რეზი და რამდენად არის გამორიცხული რომ მას ნამდვილად ჩაედინა ეს დანაშაული. გაქვთ თუ არა წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებები, რომელშიც ჩანს რომ რეზი ისვრის ნამდვილად ამ ქვას? ნახეთ როგორი სიტუაცია. თქვენი კითხვა საკმაოდ კარგი არის და განმარტოთ. ბრალად წარდგენილი ქვის როლა კი არა აქვს. იქ წერია ბრალდების დადგენილება, არსებობს ესეთი დოკუმენტი, სადაც წერია ესეთი რაღაც. ბრალი არის ზოგადი. ბრალში არ არის მითითებული დრო. ბრალში არ არის მითითებული კონკრეტული ნივთები, ვინ რა ისროლა. შესაბამისად, მითითებულია რომ ისროდა ქვებს, ასევე ბრალში აღწერილობით ნაწილში მითითებული არის რომ ხორციელდებოდა ძალადობა და ასე შემდეგ. დღეს მდგომარეობით მე არ მაქვს გადმოცემული რეზის მიერ რაიმე ვიდეოს სროლის დამადასტურებელი, მაგრამ დაუშვათ მსგავსი რამ რომც ყოფილიყო. არის თუ არა ეს ჯგუფური ძალადობა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომ დანარჩენი პირები, 4-5 პირი, ვინც არის, საერთოდ არ იცნობს ამ ადამიანებს, ასევე ერთი არის უკრაინის მოქალაქე, ერთი ჩამოიყვანეს ასევე რეგიონში იმყოფებოდა სამუშაოდ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. აი დღეს მე და თქვენ შეიძლება შევთანხმდეთ, რომ მე და თქვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს და მივიდეთ სასამართლოში და ვთქვათ, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ. მაგრამ ნახეთ, გამოძიებაში არსებობს ესეთი მექანიზმები, ანძები. ანძების მეშვეობით გინდება ლოკალიზება. ანუ მე და თქვენ ამ სივრცეში რომ ვიმყოფებით ეხლა ამ დროს ტელეფონი როდესაც იჭერს, ესენი ერთმანეთს ფარავს. შესაბამისად, მსგავსი არ უფიქსირდება, მასალებში არ გვაქვს. ასევე თუ მე ოდესმე თქვენთან დავრეკავ, ესაც ინახება. ასევე ნახეთ, ტელეფონი არის ამოღებული. თუ ოდესმე მოგწერთ და წავშლი ამის აღდგენაც ხდება. ვდებით, რამდენ მექანიზმზე არის საუბარი. არც ერთი მსგავსი არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ის რომ ეს ჯგუფი იყო და ჯგუფურად მონაწილეობდა აღნიშნულ ქმედებაში, ვერანაირად ვერ დადასტურდება, გესმით ხო? შესაბამისად, კვალიფიკაცია, რომელიც არის დამძიმებული ხელოვნურად, იმიტომ რომ წარმოჩინებული იქნას თითქოს ამ ყველაფერში ჯგუფმა დაგეგმა, მონაწილეობდა და განახორციელა. და მაგალითად, თუნდაც რეზზე არ ვიძახ, თუნდაც ნებისმიერ სხვა პირს ეს მოქმედებები რომ განეხორციელებინა ინდივიდუალურად მისი გადაწყვეტილებით, ხო გვექნებოდა სხვა კვალიფიკაცია, ამიტომ ბრალდებას დაჭირდა ჯგუფის შექმნა, რომ აღკვეძე კაცი პატიმრობაში გყავს გასაშვებით ახლა. მსუბუქი ბრალით როგორ უნდა გაუშვა? მაგრამ ამ სასამართლოს პირობებში არც ეგ იქნებოდა ძნელი. და რომ დავასრულოთ საუბარი, რადგან ცოტა დრო გრჩება, თქვენი საუბრის პროცესში სახელმწიფო რამდენიმე ინსტიტუტს შეეხეთ, მათ შორის გენინსპექცია, სასამართლოს სისტემა, პროკურატურა და ასე შემდეგ. ამ ინსტიტუტების მუშაობის ბოლოდროინდელი პრაქტიკის გათვალისწინებით თქვენ რა მოლოდინი გაქვთ 20 იანვარს ჩანიშნული სასამართლოს ხდომისაგან? ნახეთ, სანამ 20 იანვარზე ვიმსჯელობთ, მანამდე უნდა ვიმსჯელოთ რა მოხდა 20 იანვრამდე. მოსამართლემ, რომელსაც 150-მდე განჩინება აქვს გაჩცემული, პირების დაკავების შესახებ ამ საქმეში ვიძახი, კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით ქალბატონ ჭედლიშვილს გულისხმობ. ამ მოსამართლემ იმსჯელა იმაზე, თუ უნდა წასულიყო, თუ არ უნდა წასულიყო ადამიანი პატიმრობაში. მე მესმის, რომ კანონმდებლობით, საპროცესო კანონმდებლობაში ჩანაწერი არ გვაქვს, მაგრამ არსებობს შინაგანი ეთიკაც ასევე, რომელიც ასევე მოსამართლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დასაბუთებულ ვარაუდის სტანდარტზე ვსაუბრობთ, რომელიც ასევე არის განჩინების გაცემის საფუძველი და არის ასევე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. 150 შემთხვევაზე რომ იმსჯელე და თქვი რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არსებობს, თქვენ ალბათ მოსამართლე პროცესზე რომ შემოდიხართ, განა უკვე წინასწარი განწყობა არ გაქვთ შექმნილი მასთან დაკავშირებით არსებობს თუ არა დასაბუთებული ვარაუდი, როდესაც
თუ მეტყვით რომ აი მასალებს გავეცნობოდი და იმის მიხედვით რომ როცა ამ მასალებში ძირითადი ტომები არის თქვენთან შემოტანილი განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად ეს გარემოება გვაქვს აქ. ასევე სხვა დარღვევებთან დაკავშირებით რომ ვიმსჯელოთ, პროცესი საჯარო იყო და ჩანაწერებიც არსებობს. პროკურორი მეუთითებდა ესეთ რაღაცას, ვითომ და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო ადმინისტრაციულ სახთელთ დადებული. რაც შემდგომ ვითხოვე რომ მასალაზე მე მითითეთ ხო არის გაცვლილი თქო და რაღაცას რო აჟღერებ ხარ, როდესაც ხარ, მტკიცებულება უნდა იქნას წარმოდგენილი და ეს მტკიცებულება მასალებში არ იყო და პირიქით საწინააღმდეგო მტკიცებულება იყო და ეს ტყუილი ზუსტად იმიტომ იყო რომ აღკვეთის ღონისძიების დასაბუთების დროს ხელახალი დანაშაულის საფრთხე შეძლებოდათ რომ დაესაბუთებინათ, მაგრამ პროკურორის ეს ტყუილი იმ პროცესზე გამოიკვეთა რომ მტკიცებულება ამისი არ ჰქონდა და შესაბამისად ვერ იმსჯელეს ამ ნაწილთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანი გარემოებები არის ის, რომ რეზის ეუბნებოდნენ, რომ ვითომ ძალიან დიდი კონტაქტები აქვს უცხოეთში და მატერიალური შესაძლებლობიდან გამომდინარე ეს წერია, შუამდგომობაში წერია. შეუძლია რომ იმიმალოს და შემდგომ წარდგენილი იქნა მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანს საზღვრისკვეთა არასდროს არ უფიქსირდება, პასპორტი არ აქვს და ასევე ჩვენ მოვითხოვეთ, რომ 199 მუხლის საფუძველზე დამატებითი ღონისძიება დაუნიშნე პატიმრობაში, რატო უშვებ, ხო? ელექტრონული ზედამხედველობა დაუნიშნე ადამიანს და ამის საშუალებით მოხდეს მისი კონტროლი და არც ამაზე არ იმსჯელა მოსამართლემ და ასევე 53 თავდები ყავდა ბატონ რეზის და არც თავდებობაზე არ უმსჯელია მოსამართლეს და ყოველივე აქედან გამომდინარე თუ მეკითხებით რისი მოლოდინები მაქვს, იმის მოლოდინები მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად დარღვევას დაადგენს ამ საქმეზე და ამ მოსამართლეების პირობებში, რაც მე ვიმსჯელე, კი ხვდებით რა მოლოდინი შეიძლება ქონდეს ნებისმიერ მოქალაქეს.